დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღეს ჩვენ როგორც ყოველთვის ადამიანზე ვსაუბრობთ, მაგრამ გახსენებთ, რომ ჯანმრთელობა ეს არის თავისუფლება და ავადმყოფობა გარკვეულწილად შეზღუდული თავისუფლება. დღევანდელი დღე ჩვენს თავისუფლებას ეძღვნება, რადგან დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. როგორც არაერთხელ ვახსენე უკვე 7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა, მაგრამ ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია 7 აპრილი, იმიტომ რომ ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას, რომელიც საერთაშორისო კვირეულს უკავშირდება და ეძღვნება ეს კვირეული ვენების ჯანმრთელობას. ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს ძალიან კარგად ახსოვს, რომ ყოველწლიურად ეს კვირეული სწორედ ჩვენი გადაცემის ეთერიდან იხსნება ხოლმე და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ვემზადებით. მიუხედავად იმისა, სამედიცინო საზოგადოებაა ეს თუ არა სამედიცინო საზოგადოება, საქართველოში 2027 წელს იქნება ყველაზე ცხელი წერტილი სამედიცინო საზოგადოებისათვის, სადაც ყველანი ვენების ჯანმრთელობაზე ისაუბრებენ. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი და ძალიან დიდი გულშემატკივარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სისხლძარღვთა და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, ანგიოლოგი ბატონი მამუკა ბოკუჩავა. დილამშვიდობისა, მამუკა. ყოველთვის ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა და მე გადაცემის ისტორიაში არ მახსენდება წელი, როდესაც თქვენ არ იყავით ჩვენი სტუმარი, მაგრამ განსაკუთრებულია ეს ტრადიცია, რომელიც ბოლო წლებში ჩამოგვიყალიბდა და რომელიც უკავშირდება ვენების საერთაშორისო კვირეულს. და ეს არის ერთგვარი ციკლი მოვლენებისა, რომელიც უბრალოდ საუბარს და საზოგადოების ინფორმირებას არ გულისხმობს, ეს გულისხმობს კონკრეტულ მოქმედებას ქართველი ქირურგების, ქართველი ექიმების, რომელმაც მიგვიყვანა ლოგიკურ წერტილთან, როდესაც 2027 წელს მთელი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები საქართველოში მოიყრიან თავს. პირველ რიგში დიდი მადლობა ქავთუმარი, ყოველთვის დიდი პატივი და დიდი სიამოვნებით მოვდივახულე და დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ტრადიციის გაგრძელებისთვის, რომელიც მე მგონი მეხუთე წელია, როცა ჩვენ მსოფლიოში 7 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით იმართება ვენების კვირეული და თქვენთან ყოველწლიურად ხსნით ამ კვირეულს. დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ. ჩვენ რა თქმა უნდა თავისთავად ის რომ ეს პათოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია ეს მთელი მსოფლიოსთვის ასევე მნიშვნელოვანი პათოლოგიას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ დღევანდელი წლიდან ჩვენ გადავდივართ ჩვენი აი 2027 წლის მსოფლიო ფლებოლოგთა კონგრესის მზადების ბოლო ეტაპზე. წელს ოქტომბერში იმართება რიგითი ესეთი მსოფლიო მიტინგი ბუენოს-აირესში, არგენტინაში და ბუენოს-აირესში მსვლელობის დროს ბუენოს-აირესის მასპინძელმა ვინც წარმოადგენს პროფესორი ოსკარ მოტივი უნდა გადმოგცეს ჩვენ ქართულ მხარეს უკვე დროშა მსოფლიო ფლებოლოგთა კონგრესის და ეს გახსნა იქნება უკვე ორწლიანი ციკლი, როცა ამ წლების განმავლობაში ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, მსოფლიოს ჩვენი დარგის წამყვანი სპეციალისტები უკვე ჩამოვიდნენ 2007 წელს საქართველოს დედაქალაქში. სექტემბერში გაიმართება 2027 წლის და ბუნებრივია ეს მზადება დაწყებული გვაქვს.
ამზადების გარკვეული ეტაპებს წარმოადგენდა ის საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ჩაშა მაისში გამართეთ თბილისში, რომელსაც დავარქვით Silk Vein Road, ანუ აბრეშუმის გზის ვენები, ეგრეთ წოდებული, რომელმაც გაერთიანა პრაქტიკულად გავაერთიანეთ ჩვენ ესეთი ჰაბი შევქმნით და ეს ჰაბი გულისხმობს რომ მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება, როდესაც აღმოსავლეთის და დასავლეთის ჩვენი დარგის სპეციალისტები თავს მოიყრიან საქართველოში, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და სწორედ ეს პირველი შედარებით პატარა მასშტაბის კონფერენცია გამართეთ ჩაშან მაისში. გარდა ამისა იმართება სხვადასხვა ვებინარები და ამ ვენების კვირეულის ფარგლებშიც გარკვეული აქტივობები გვაქვს ჩვენ შეაფიქრებული. შაშან ეს ყველა კონტინენტზე იმართება ეს კვირეული, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენთანაც და სხვადასხვა აქტივობებია, როგორც გითხრათ, შაშან დაახლოებით 140 სხვადასხვა აქტივობა გაიმართა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის კონფერენციები, მათ შორის მრგვალი მაგიდები და ჩვენც გვეგმავთ გარკვეულ აქტივობებს. და ეს რა თქმა უნდა აისახება საერთაშორისო ხლებულთა კავშირის ელექტრონულ ვერსიაზეც და შემდეგი უკვე ნაბიჯი ჩვენ გვაქვს ივნისის თვეში ჩვენ ბალკანეთის ვენურ ფორუმთან ერთად ქართველები მართავთ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას უკვე ვარნაში, ბულგარეთში, სადაც ეს ერთობლივი იქნება, ანუ ეს ბალკანეთის ყველა ქვეყანა და ქართული მხარე. გარდა ამისა ჩვენ მოვიწვიეთ კიდე აღმოსავლეთიდან ჩვენი კოლეგები ერთობლივი კონფერენცია გაიქნება, შემდეგ უკვე არგენტინა და არგენტინის მერე უკვე ციკლი უნდა ჩატარდეს რამოდენიმე მცირე მასშტაბის კონგრესი უკვე საქართველოში, რომ ჩვენ ვანახოთ ჩვენი შესაძლებლობები და გარდა ამისა ვანახოთ რომ შეგვიძლია ესეთი დიდი კონგრესის, რომლის დროსაც ალბათ ველოდებით დაახლოებით 2000 დელეგატს მთელი მსოფლიოდან. 84 ქვეყანაა ახლა მსოფლიო ხლებულთა კავშირის წევრი. ეს რა თქმა უნდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ლიმფოლოგიის და ფლებოლოგიის ყველა საჭირო საკითხს და 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით რაც კეთდება სიახლე, ყველაფერი აქ იქნება წარმოდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის შეხსენება, რომ ჩვენ ვენების დაავადებებზე წლების განმავლობაში სისტემატურად საუბრობთ სხვადასხვა კუთხით, ზოგადად სისხლძარღვთა პათოლოგიებზე, მაგრამ დღევანდელი ჩვენი საუბრის ამოცანა იყო გარკვეულწილად მასპინძლის როლში გადასვლა და თქვენი მონათხრობი ამას ადასტურებს, იმიტომ რომ თუნდაც ივნისში დაგეგმილი ღონისძიება ნიშნავს იმას, რომ ქართული მხარე უკვე მასპინძლის როლში შედის ფაქტობრივად და ვემზადებით იმ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, რომელიც კარს მოგვადგა 2027 წელს იქნება. შორის ეს მასპინძლის როლს ორი ვზარებთ აბსოლუტურად, მაგრამ ქართველებს ეს მასპინძლის როლი რაღაც განსაკუთრებულად აქვს წარმოქმნილი. და ეს მასპინძლის როლი რამოდენიმე უკვე საერთაშორისო იმაზე, ასე ვთქვათ, მოვირგეთ, მაგალითად შარშან ინდონეზიაში კუნძულ ბალიზე გაიმართა ესეთი კონგრესი, სადაც ჩვენ გვთხოვეს რომ სპეციალური ქართული ესეთი დაგვითმეს სპეციალურად დიდი ნომერი, სადაც ქართული კუთხე მოვაწყვეთ. ძალიან დაგვეხმარა აქ სხვათა შორის ჩვენი საელჩო ინდონეზიაში, როდესაც ჩვენ საერთოდ ამ ტიპის ქვეყნებში ძალიან სრული იყო, ვთქვათ, რაღაც საჩუქრების გამო ძალიან მოგვეხმარა ჩვენი საელჩო და პირადად ბატონ თორნიკემოზე ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ ჩამოფრინდა ჯაკარტიდან, ჩვენთან ერთად გახსნას დაესწრო, სიტყვითაც გამოვიდა. ეს მათთვის ახლა რომ წარმოიდგინოთ, მთელი მსოფლიო იქ იყო ჩასული და ამაზე ახლა საქართველოს ელჩმა რომ წარგვადგინა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ასეთივე მასპინძლები ვართ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო კონგრესზე, სადაც პატარ-პატარა ნაწილებს ვანახებთ ჩვენი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ყველა კონგრესზე გვაქვს ქართული კუთხე, ყველა კონგრესზე გვაქვს ჩვენი დაფაწარდგელი, სადაც ვაჩვენებთ ვიდეო სიუჟეტებით და ასევე ჩვენი გეგმებით, როგორ გვაქვს დაგეგმილი 2027 წელს საქართველოში. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრაქტიკულად ყველა კონგრესზე ჩვენ მეუბნებით, რომ ჩვენ ვაპირებთ ცოტა სხვანაირად ტურისტული კუთხითაც გავაცვლოთ საქართველოს, იმიტომ რომ თვითონაც ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვამენ, იმიტომ რომ პრაქტიკულად აქეთ ჩვენ სამხრეთ მეზობელს კარგად იცნობენ, თურქეთში რამდენჯერმე ჩატარებულა და აინტერესებთ საქართველოს რომ ნახავენ ტურისტული თვალსაზრისით და ჩვენ გულისხმობთ აქ სოციალურ პროგრამასაც გარდა სამეცნიეროს, რომ ნახონ ყველა კუთხე. კიდევ ფიქრობენ სადმე გავიდნენ გვერდზე ჩვენი მეზობელი ქვეყნები და ეხაც ნახოთ და ჩვენი მეზობელი ქვეყნები ძალიან გვერდში გვიდგარებენ და მათაც ჩავთავთ საორგანიზაციო საკითხებში, იმიტომ რომ მათი ინტერესიც არის რომ მათი ქვეყნების კარგად გაიცნო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ სწორედ ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს
გაუზიარეთ ჩვენ საზოგადოებას ეს ინფორმაცია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ თარიღზე ეძღვნება ევროპის მასშტაბით და საერთაშორისო მასშტაბით კვირეულის დაწყება და როგორც თქვენ ბრძანეთ რამდენიმე დღე გაგრძელდება თუმცა ჩვენ არ დავარღვიეთ ტრადიცია და გახსნა კვირეულისა სწორედ ჩვენს გადაცემაში როგორც ყოველთვის ხდებოდა დღესაც ასე მოხდა და მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ანგიოლოგი ბატონი მამუკა ბოკუჩავა. ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველ წელს სხვადასხვა თემით აღინიშნება და ყოველწლიურად თემა არის განპირობებული იმ აქტუალობით, რომელიც სხვადასხვა ფაქტზე დაყრდნობით კონკრეტულმა კვლევებმა გამოავლინა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის დასაწყისში თითოეული ადამიანი აბარებს გამოცდას. დიახ, დაბადების პროცესი არის გამოცდა ახალშობილისთვის. ისევე როგორც დედისთვის, მომავალი დედისთვის მშობიარობა არის გამოცდა. ამიტომ უზარმაზარი ყურადღება წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაუთმეს საკითხს, რომელიც უკავშირდება სიცოცხლის დასაწყისს და პირდაპირი გაგრძელება ამ თემის გახლავთ ის, რომ დიახ სიცოცხლის დასაწყისი განსაზღვრავს მომავალს და რომ კარგი დასაწყისი შეიძლება იყოს იმედიანი მომავლის საწინდარი. ყველაზე კარგად ეს თემა იციან ადამიანებმა, ექიმებმა, რომლებიც სწორედ ამ პროცესებთან უშუალოდ არიან დაკავშირებული თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით და ალბათ არავის გაგიკვირდებათ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მეან გინეკოლოგი, გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი, რადიოლოგი ქალბატონი მანანა ქოჩიაშვილი. დილამშვიდობისა ქალბატონო მანანა. მე მართალია წარგადგინეთ როგორც ექიმის სტატუსს შეეფერება ყველა იმ კომპონენტით, რომელიც თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას უკავშირდება, მაგრამ მე არ მithქვამს, როგორი მეგობარი ხართ თქვენ ჩვენი გადაცემის და როგორი სამაგალითო ადამიანი ბრძანდებით. ჩვენთვის ამ თემას მე მოგვიანებით დავუბრუნდები, თუმცა დავიწყოთ იმით, რითაც იწყებს მთელი მსოფლიო დღეს საუბარს, სწორედ ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომ სიცოცხლის დასაწყისი არის განსაზღვრელი პრაქტიკულად მომავლისა და ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დედის ჯანმრთელობას, მომავალი დედის, სწორი იქნება ვთქვათ, სწორედ ორსულობის ფაზაში მყოფი ქალის ჯანმრთელობას და ახალშობილთა ჯანმრთელობას და იმ ურთიერთობებს, რომელიც ყალიბდება ამ პერიოდში. თქვენ ყოველდღიურად უამრავ ქალბატონს ხვდებით. ქალბატონებს, რომელთაც ასეთი ბედნიერი ფაზა უკვე აქვთ, ქალბატონებს, რომლებიც ოცნებობენ ჰქონდეთ ასეთი ფაზა და ქალბატონები, რომლებიც რუტინულად ზედამხედველობისთვის და სხვადასხვა შემოწმებისთვის მოდიან თქვენთან. აი ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი როგორც გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგის დამოკიდებულება იმ თემის მიმართ, რომელიც წელს არის არჩევანი ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მინდა აღვნიშნო, რომ ეს დღე არის სოფლიო ჯანდაცვა აღნიშნავს აი ამ დღეს ზუსტად იმიტომ რომ უკვე უამრავი გამოცდილება დაგროვდა იმაში რომ ლამაზი დასაწყისი როგორც თქვენ აღნიშნეთ არის საუკეთესო მომავლის განსაზღვრელი. მინდა აღვნიშნო რომ მედიცინას მიეძღვნა უამრავი დარგი. უამრავი სპეციალობა, ასზე მეტი სპეციალობა და ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანებმა ჯანსაღად იცხოვრონ, ჯანსაღად დაგეგმონ აი ეს ორსულობის პერიოდში გაიარონ ის ყველა აუცილებელი სკრინინგ ტესტი იქნება თუ მკურნალობის აუცილებელი ტესტი, აი თუნდაც ის რომ ფოლიუმის მჟავა გახდა აუცილებლად მისაღები ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ნერვული მილი ყალიბდება და ჯანმრთელი მომავლის საწინდერია შემდგომში, რომ ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს. იცით, ჩემი გამოცდილება არის 30 წლიანი. 30 წლის მანძილზე მინდა ის სიხარულით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, აი ბოლო 5 წლის მანძილზე პაციენტები მოგმართავენ, მათ არაფერი არ აწუხებთ და ისინი მოგმართავენ
რომ ჩაიტარონ აი სკრინინგული კვლევები. უამრავი სკრინინგ ცენტრი არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჯანმრთელმა დედამ გააჩინოს ჯანმრთელი შვილი. თუმცა არსებობს უამრავი ისედაც, სანამ კაცობრიობა იარსებებს უამრავი აი ეს მუტაციური ცვლილებები, აი ეს გენეტიკური დაავადებები და ასე შემდეგ, რომელსაც ჩვენ გვერდს ვერ აუვლით და სანამ კაცობრიობა იარსებებს, ასეთი გადახრები და დაავადებები იარსებებს, მაგრამ ის რომ დედები თავიდან გეგმავენ ჯანმრთელ მომავალს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი მოდიან აბარებენ უამრავ ანალიზებს, სადაც საერთოდ ზოგჯერ არც იციან რაღაც დარღვევა, როდესაც აქვთ. ანუ ჰორმონალური სტატუსი, ინფექციური სკრინინგი, მონიტორინგი, რომელიც მნიშვნელოვანია, კვებითი, რომელიც თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და თქვენი ასე ვთქვათ პროფესიას უკავშირდება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს სწორი კვება, სწორი ძილი, ძილის ის აუცილებელი პირობა, რომელიც არის მოცემული და უკვე გამოცდილი და ფსიქოემოციური მდგომარეობა. ყველა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანი მოემზადოს ლამაზი მომავლის შექმნისთვის. და კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ დედები, რომლებიც გადიან ამ რთულ გზას, ორსულობას, ჩართულები არიან უკვე მამებიც. წინა პერიოდში თითქოს მხოლოდ დედას ეკისრებოდა ეს და დედები მოდიოდნენ, ახლა თითქმის ყველა ორსულს თან ახლავს მისი მეუღლე და ხშირად მეუღლე იწერს აი ამ დანიშნულებას, რომ არ გამოეპაროს რაიმე მის მეუღლეს. ზუსტად იმიტომ, რომ მათ მიიღონ ჯანმრთელი ბავშვი. ეს ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოც არის, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან თვალსაჩინოა პასუხისმგებლობა, თანაბრად გაზიარებული პასუხისმგებლობა, წყვილის პასუხისმგებლობა და არა პასუხისმგებლობა მხოლოდ დედისა, რომელიც არ არის საკმარისი იმისაც, რომ ჰარმონიული მომავალი გქონდეს ჩვენ შვილებს. ქალბატონო მანანა, ჩვენი გადაცემის ფორმატი ადაპტირებულია რეალობასთან და ამიტომ რა კი ხანგრძლივი საუბარი არ გვექნება, მე აუცილებლად უნდა განმარტო, რატომ ვახსენე საუბრის დასაწყისში განსაკუთრებული დამოკიდებულებით ფრაზა, როგორი საამაყოა თქვენთან ურთიერთობა. მე მაყურებელს მინდა გავახსენო თქვენი არაერთი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. ცხადია, როგორც პროფესიონალი ექიმის რეკომენდაციების გაზიარება, ასევე თქვენი პირადი გამოცდილების გაზიარება. მაშინ, როდესაც თქვენ საუბრობდით როგორც ონკოლოგიური პაციენტი, ადამიანი, რომელმაც გაიმარჯვა, მართლაც გაიმარჯვა, ჩემთვის თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ხართ, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენი ისტორია ერთხელ მაინც მოისმინა. თქვენ ხართ დღეს კიდევ ერთი დასტური იმისა, რა შეუძლია ადამიანს და მე უნდა გავამხილო, რომ ქალბატონი მანანა არა უბრალოდ ჩვენთან სტუდიაშია ეტლით მობრძანებული, არამედ ყოველდღიურად ასე მუშაობს და ერთი წუთით არ გაჩერებულა და ძალიან მნიშვნელოვანია, რა კი დედებს ეხებათ ეს დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და დღევანდელი თარიღი მომავალ დედებს, მათ ჯანმრთელობას, როგორც განსაზღვრელს მათი შვილების ჯანმრთელობისა, მე აუცილებლად უნდა გავახსენო მაყურებელს თქვენი სტუმრობა, როგორც დედის სტუმრობა ჩვენს გადაცემებში და ასეთ შემთხვევაში 4 შვილის დედა და 5 შვილიშვილის ბებია. დიდი ამბავია თქვენს ოჯახში, ქალბატონო მანანა და ამ შემთხვევაში როგორც ქალის გამოცდილება, როგორც დედის და ბებიის გამოცდილება, როგორც პროფესიონალის გამოცდილება, თქვენ ამაზე ნაწილობრივ ბრძანეთ, აგრეთვე იმ ადამიანის გამოცდილება, რომელმაც შვილები საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის და დიაგნოზების მიუხედავად შეძლო და განსაზღვრა თავიანთი შვილების, ამ შემთხვევაში თქვენი შვილების ჯანმრთელი მომავალი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თქვენ ამ შემთხვევაში უკვე დიაგნოზის ფონზე გააჩინეთ შვილი. ეს იყო ძალიან სერიოზული გამოწვევა და მე ვფიქრობ უზარმაზარი გამარჯვება და რაც თავარია ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ყველასათვის, ვისაც ეს გზა შეიძლება გასავლელი ქონდეთ. ქალბატონო მანანა, ამ შემთხვევაში როგორც დედა, როგორც ქალი, დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით მთავარ სათქმელად რას მიიჩნევთ? მთავარ სათქმელად მაინც მივიჩნევთ, რომ
გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, მოვუაროთ ჯანმრთელობას ისე რომ გავიკეთოთ ყველა ის აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ, რომელიც საერთოდ შეიძლება ადამიანმა არც იცოდეს რომ აი ეს დაავადების მატარებელია და არც ივარაუდოს, აღმოაჩინოს ნაადრევ სტადიაზე და ადრეულ სტადიაზე ამის აღმოჩენა გაცილებით უფრო მარტივია მისი მკურნალობა, ვიდრე მათი შორსწასული ფორმა. როდესაც დაიწყო ონკოლოგია, მე ის აღმოვაჩინე თითქოს ვეძებდი. ასე რომ მაშინ როდესაც ჩუმად იყო პროცესი. მაშინ როდესაც ჩუმად იყო პროცესი, მე ვებრძოლე, დავამარცხე. რა თქმა უნდა, იყო რაღაც თანხლები დაავადებები, რომელიც შემდგომში გამირთულდა და ონკოლოგია დავამარცხე და იმ დაავადებებმა იჩინა თავი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ ექიმთან მისვლა იყოს მათთვის აუცილებელი პირობა. ბევრი შეკითხვა დაუსვან ექიმს, ჩამოწერონ ეს კითხვები, ახლა დღეს ჩემთან მოდის ახალგაზრდობა, რომლებსაც კითხვები აქვთ ჩამოწერილი. წინასწარ მომზადებულია. წინასწარ არის მომზადებული, რაც ძალიან დადებითი დაისახება შემდგომში მათ მომავალზე. მე მიხარია, როდესაც მოდის ახალგაზრდა წყვილი, აპირებენ შეუღლებას და ასეთი წყვილი მე მისვამს უამრავ ისეთ შეკითხვას, რომელიც ძალიან სასიამოვნოა იმისთვის, რომ მათ დაგეგმონ თავიდანვე საუკეთესო დასაწყისი მათი მომავლისა. მათ შესაძლებელია იმდენად მაღალი იმუნიტეტი აღმოაჩნდეთ, რომ საერთოდ არ ქონდეთ შემდგომში რაიმე გართულება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ცხოვრების გზა არის ძალიან რთული და ეს გზა რომ გაიარონ მათ შემდგომში არასტრესულად, თავიდანვე ჯობია იცოდნენ ის, რაც მათ შემდგომში ელოდებათ. 4 შვილი და 5 შვილიშვილი. რომელი უფრო რთულია, ქალბატონო მანანა? დედობა თუ ბებიობა? იცით, ექიმისთვის. ხო, ექიმისთვის უფრო რთული მე მგონი დედობაა, იმიტომ რომ მე მათზე ვიზრუნე ორსულობის პერიოდში, შემდგომ ვიზრუნე ორსულობის შემდგომ პერიოდში და შემდგომ ვიზრუნე მათ შვილებზე ორსულობის და შემდგომ პერიოდში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც იყო რაღაც პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ იმიტომ რომ მე ვიყავი ექიმი, მათ არ სჭირდებოდათ, ჩემგან იმდენჯერ ქონდათ ეს ყველაფერი მოსმენილი, არ სჭირდებოდათ იმის თქმა, რომ მათ წინასწარ ჩაეტარებინათ ის კვლევები, რომელიც უკვე დღევანდელ ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ჩვენთან სტუმრობისთვის. განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ პროფესიულ დამოკიდებულებასთან ერთად თქვენი პირადი დამოკიდებულება, როგორც დედისა, ბებიასი, გაგვიზიარეთ და განსაკუთრებით საყურადღებოა დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, როდესაც მსოფლიომ გადაწყვიტა სწორედ ამ თემას მიუძღვნას ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და თქვას, რომ ჩვენ ვაბარებთ გამოცდებს, როდესაც ორსულობა უნდა გავიაროთ, როდესაც უნდა ვიმშობიაროთ, როდესაც ავაწყოთ ჩვენ სახელმშობლთან ურთიერთობა და ჩვენი პატარაც აბარებს გამოცდას, როდესაც დაბადებით იწყება ის მომავალი, რომელიც ბევრად არის დამოკიდებული მშობელზეც და თავად მასზეც. და დღევანდელი ჩვენი სათქმელი და თქვენი სტუმრობა იყო როგორც არასდროს მისადაგებული თავარ ფრაზებთან. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, რადიოლოგი ქალბატონი მანანა ქოჩიაშვილი. მე ჯერ არ გემშვიდობებით, მოკლე კვებითი შუქნიშანი გველოდება წინ. ტრადიციული კვებითი შუქნიშანი სამფერია. თუმცა დღეს მთავარი სათქმელი არის დასაწყისი და როგორც გახსოვთ, დასაწყისი, რომელიც განსაზღვრავს მომავალს. ძნელია ამ სიტყვებს მიუსადაგო კვების ერთი ან ერთადერთი მოდელი, მაგრამ მე მაინც გამოვყავი ერთი პროდუქტი, რომელზედაც საგანგებოდ უნდა ვისაუბროთ. ქალბატონმა მანანამ საუბრისას ახსენა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ გავიმეოროთ ის სიტყვები, რაც უკავშირდება ფოლიუმის მჟავას, B9 ვიტამინი. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ჯანმრთელობისათვის, ორსულობისათვის, ორსულობის ნორმალური წარმართვისთვის და რაც მთავარია,
ნაყოფის სწორი ფორმირებისათვის ნერვული მილის, ნერვული ღეროს ჩამოყალიბება დამოკიდებულია ამ ვიტამინის სათანადო დოზაზე და მისი ნაკლებობის შემთხვევაში ვითარდება პრობლემები. მაგრამ ეს როდესაც საუბარია დედაზე, თითქოს ყოველსათვის უკვე კარგად ნაცნობი თემა. უკანასკნელ პერიოდში სამედიცინო საზოგადოება მივიდა ერთ მნიშვნელოვან დასკვნასთან. დიახ, ფოლიუმის მჟავა აუცილებლად სჭირდება ქალბატონს, რომელიც უკვე არის ორსულად. მაგრამ ფოლიუმის მჟავა სჭირდება ქალბატონს, რომელიც გეგმავს ორსულობას და ძალიან მნიშვნელოვანია მისი მომზადება ამგვარი დასაწყისისათვის. და კიდევ უფრო შორს წავიდა მედიცინა, რადგან თანამედროვე კვლევების მიხედვით არ არის საკმარისი მხოლოდ მომავალმა დედამ მიიღოს სათანადო რაოდენობით, ადეკვატური სასურველი რაოდენობით ფოლიუმის მჟავა. აუცილებელია, რომ მამის ორგანიზმიც იყოს უზრუნველყოფილი, ანუ მომავალი მამის ორგანიზმი სათანადო რაოდენობით ფოლიუმის მჟავით. რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის მერე თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, როგორია პროფილაქტიკური დოზა ან მით უფრო სამკურნალო დოზა. მაგრამ მე დღეს მხოლოდ იმ საკვები პროდუქტების შეხსენებით შემოვიფარგლები, რომელიც მდიდარია ფოლიუმის მჟავით. ყველა მწვანე პროდუქტი ძალიან მდიდარია ფოლიუმის მჟავით. ყველა ფოთლოვანი პროდუქტი, ყველა ფოთლოვანი საკვები ძალიან მდიდარია ფოლიუმის მჟავით, მაგრამ აქვე გაგაფრთხილებთ. მიუხედავად ასეთი სიუხვისა, მიუხედავად ამგვარი სიმდიდრისა, ამ პროდუქტების პირდაპირ მზისხივების ქვეშ დაყოვნება ანადგურებს და გვაკარგვინებს ფოლიუმის მჟავას. ისევე როგორც თერმული დამუშავება ან ხანგრძლივად მაცივარში შენახვა. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ფოლიუმის მჟავით მდიდარ პროდუქტებზე, ცხადია, მათი ნედლი სახით მომზადებისთანავე გამოყენება გვაძლევს საშუალებას შევივსოთ ეს ვიტამინი და არ დავკარგოთ სხვადასხვა მიზეზით. ეს იყო დღევანდელი რეკომენდაციები. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.